მოგესალმებით, მე ვარ მარი მორჩილაძე. ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ პროგრამა ილუსტრატორის ფანჯრის ინტერფეისი. ისევე როგორც ნებისმიერ სამომხმარებლო პროგრამას, პროგრამა ილუსტრატორსაც აქვს მენიუს ზოლი. ხედავთ, რომ ეს ზოლი განთავსებულია ფანჯრის ზედა მარცხენა კუთხეში. თუ კი მაუსის მაჩვენებელს მივიტანთ მენიუსთან, ჩამოიშლება მასში განთავსებული ბრძანებები და შეგვიძლია სასურველ ბრძანებაზე ხელის დაჭერით გავააქტიუროთ კონკრეტული ბრძანება. მაგალითად, ფაილ მენიუდან შეგვიძლია ახალი დოკუმენტის გამოძახება, შეგვიძლია გავხსნათ უკვე ნამუშევარი დოკუმენტი, შეგვიძლია შევინახოთ ჩვენი დოკუმენტი, მოვახდინოთ მისი ექსპორტი და ასევე შეგვიძლია სამუშაო ფანჯარა მთლიანად დავყოთ. ახალი ფაილის გამოძახება ასევე შესაძლებელია Create New ღილაკიდან, ისევე როგორც ფაილ მენიუდან და ასევე შესაძლებელია მისი გამოძახება Ctrl+N ღილაკების კომბინაციით. ასევე შეგვიძლია ახალი დოკუმენტი გავხსნათ აი ამ ყოფილებიდან, სადაც შემოთავაზებულია რომელიღაცა კონკრეტული შაბლონი და აი ამ შაბლონებზე არჩევანის დაფიქსირებით უკვე გაიხსნება კონკრეტული შაბლონის დოკუმენტი. თუმცა ღილაკი Create New თავაზობს არჩევანს, აი ამ ფანჯარაში უკვე ასე ვთქვათ, თემატურად არის დალაგებული სხვადასხვა შაბლონი, მაგალითად, მობაილ განყოფილებაში განთავსებულია სხვადასხვა შაბლონი, რომელიც ზომებით განსხვავდება ერთმანეთისაგან და აძლევს საშუალებას სხვადასხვა ზომის ეკრანზე მოვარგო აპლიკაცია, რომელსაც მობილური ეკრანებისთვის შევქმნი, ასევე გვაქვს ვებ აპლიკაციებისთვის სხვადასხვა შაბლონი შემოთავაზებული, გვაქვს პრინტ განყოფილება, გვაქვს ფილმების და ვიდეოს განყოფილება და ასევე გვაქვს არტი და ილუსტრაციები. თუ კითხვა-უყურს მიადევნებთ, როდესაც შაბლონს ვაჭერთ ხელს, აი მარჯვნივ განყოფილებაში იცვლება აი ეს რიცხვები, აი დაგვერდით, იცვლება რიცხვები. ეს რიცხვები არის ჩემს მიერ შერჩეული შაბლონის სიმაღლე და სიგანე, თუმცა ამ რიცხვების დაფიქსირება, რა თქმა უნდა, ხელითაც შემიძლია, დავწეროთ აქ რაღაცა რიცხვი და აქ რაღაც განსხვავებული რიცხვი. ასევე შესაძლებლობა მაქვს, რომ შევარჩიო ზომის ერთეული, შეიძლება იყოს ეს ინჩები, შეიძლება იყოს ეს მილიმეტრები, სანტიმეტრები და ასე შემდეგ. აქვე მაქვს orientation განყოფილება და იმ შემთხვევაში, რადგან სიგანე ბევრად ნაკლებია სიმაღლეზე, ფუცლის ორიენტაცია, ანუ დოკუმენტის ორიენტაცია არის ვერტიკალური და შესაბამისად აი ამ ღილაკებით მარტივი დასადგენია, რომელი ორიენტაცია იქნება ჩვენს ფუცელს, მაგრამ თუ კი მეორე, ანუ განივ ორიენტაციას დავაჭერთ ხელს, დავინახავთ, რომ ამ რიცხვებმა ერთმანეთს ადგილი გაუცვალა უბრალოდ და შესაბამისად დოკუმენტი გახდება განივი. Artboards მენიუში შემიძლია შევცვალო დაფის რაოდენობა, ანუ სამუშაო დაფის რაოდენობა, ეს გულისხმობთ ერთი დაფა არის აქ წარმოდგენილი, თუმცა რა თქმა უნდა შემიძლია შევცვალო ეს რიცხვი და ავირჩიო რამდენი დაფაც მინდა იმდენი. ასევე bleed განყოფილება, რომელიც 4 ნიშნულით არის წარმოდგენილი, ეს არის ფურცლის თავი, ფურცლის ქვემოთ ძირი, მარჯვნივ და მარცხნივ ზომები და რა არის ახლა ეს bleed განყოფილება. bleed-ების მეშვეობით მე შემიძლია განსაზღვრო ჩემი სამუშაო ფურცლის ირგვლივ ჩარჩო და ეს ჩარჩო მაძლევს იმის საშუალებას, რომ როდესაც სამუშაო დოკუმენტი უკვე დასრულდება, მის კიდეებზე განთავსებული ფიგურები არ დამახინჯდეს და ამობეჭდის შემდეგ არ მოხდეს ამ კიდეების ჩამოჭრა. ეს მონაცემები ავტომატურად იზრდება, როდესაც ერთ მონაცემს ვცვლით, ავტომატურად იცვლება დანარჩენი 3 მონაცემით, რასაც უზრუნველყოფს აი ეს ჯაჭვის გამოსახულება მარჯვენა მხარეს. მაგრამ თუ კი აი ამ ჯაჭვს, ამ ბმას ამ მონაცემებს შორის გავთიშავ და ერთ მათგანს შევცვლის, დავუყენებ რაღაცა ზომას, აი ჯაჭვის ჩართვის შემდეგ ეს ზომა ავტომატურად გადავა სხვა მაჩვენებლებზე და ჯაჭვის გათიშვის შემთხვევაში მხოლოდ ერთი მონაცემი იცვლება, ისე რომ სხვა მონაცემებზე, ასე ვთქვათ, რაღაც გავლენას არ ახდენს. Advanced option განყოფილებაში შემიძლია ფერთა პალიტრა შევარჩიო, შეიძლება ის იყოს RGB ფერთა პალიტრა ან SMYKI და ასევე შემიძლია
ჩემი ნამუშევარი დოკუმენტის ხარისხი, ანუ რეზოლუცია გავს, რომ შეიძლება ეს იყოს მაღალი ხარისხის მიწოდებული სამასი PPI, ან დაუშვათ საშუალო ხარისხის, ან რაღაცა კონკრეტული ეკრანის ზომაზე მორგებული ხარისხი. და ქრით ხილაკზე ხელის დაჭერით უკვე დავადასტურებ სამუშაო ფურცლის შექმნას. უკვე შექმნილი სამუშაო ფურცლის ზომები, რა თქმა უნდა, შემიძლია დავარეგულირო სამუშაო სივრცეშიც. ამისათვის მაქვს წარმოდგენილი document setups menu, რომელიც განთავსებულია ზემოთ ინსტრუმენტთა ზოლში და ასევე ეს ხილაკი განთავსებულია მარჯვნივ ინსტრუმენტთა პანელზე ქვედა ნაწილში და ნებისმიერ მათგანზე ხელის დაჭერით მე შემიძლია დავბრუნდე ჩემს სამუშაო ფურცლის პარამეტრებში, შევცვალო დაუშვათ საზომი ერთეულები, შევცვალო ეგრეთ წოდებული ლიდებიც და დავადასტურო ცვლილება. ასევე document setup-იდან შემიძლია გამოვიძახო სამუშაო დაფის, ანუ artboard-ის ცვლილება და იგივე ბრძანება მაქვს აი მარჯვნივ ინსტრუმენტთა პანელზე edit artboards და ასევე იგივე ბრძანება შემიძლია გამოვიძახო მარცხნივ ინსტრუმენტთა პანელზე artboard tool-ის მეშვეობით. როგორც კი აი ამ ინსტრუმენტს ავიღებ, დაინახავთ, რომ სამუშაო დაფა შემოისაზღვრება ეგრეთ წოდებული მარკერებით, ნიშნულებით, რომლებიც განთავსებულია სამუშაო დაფის კუთხეებში და ზემოთ ქვემოთ მარჯვნივ მარცხნივ შუა ნაწილებში. აი მაუსის მაჩვენებლის მასთან მიტანით, ეს მაუსის მაჩვენებელი ორ მიმართული ისრის ფორმას იძენს და მე შემიძლია მას მოვეჭიდო და ჩემი სამუშაო დაფა გავზარდო ან პირიქით დავაპატარავო. ანალოგიურად შეიძლება აი როგორც უკვე გითხარით ნებისმიერ სხვა ნიშნულზე მოჭიდებითაც განვახორციელო და ამ შემთხვევაში აი ყურადღება მიაქციეთ აი ფურცლის სიმაღლეს და სიგანეს აი აქაც. როდესაც მე ბეჭიდები დავუშვათ ჩემს სამუშაო ფურცელს და ვამცირებ ან ზრდი მის ზომა, შესაბამისად აი ეს მნიშვნელობები აი ამ განყოფილებაში იცვლება და შესაბამისი ნიშნულით ფიქსირდება. ანუ სამუშაო დაფის ზომის ცვლილება შემიძლია ისე მოჭიდებითაც განვახორციელო. ასევე მარჯვნივ ინსტრუმენტთა პანელზე გვაქვს პლუს ხილაკი, რომლის მეშვეობითაც შემიძლია ახალი სამუშაო დაფა დავამატო. ხედავთ, ახალი სამუშაო დაფა დაემატა, ან დამატებული სამუშაო დაფა წავშალო. ასევე აქაც მაქვს იმის საშუალება, რომ შევცვალო სამუშაო ფურცლის ორიენტაცია, აი ამ ხილაკების მეშვეობით. და ასევე ძალიან კარგი ინსტრუმენტებია იმისათვის, რომ სამუშაო დაფა მოვირგო ჩემთვის სასურველ პოზიციაზე და გადავიტანო ჩემთვის სასურველ ადგილზე. ამაში მეხმარება პირველ რიგში ინსტრუმენტი hand tool, რომელიც ასევე განთავსებულია მარცხნივ ინსტრუმენტთა პანელზე. მასზე დაჭერით ჩვენი მაუსი იღებს ხელის ფორმას და ასე ვთქვათ, მასზე მოჭიდებით მარცხენა ხილაკზე დაწყაპებით შემიძლია სამუშაო დაფა ნებისმიერი მიმართულებით გადავაადგილო. ასევე hand tool-ის გამოძახება შემიძლია space ხილაკზე დაჭერით და თუ კი ამ შემთხვევაში მაუსის გორგოლაჭი დავატრიალებ, ვერტიკალის მიმართ შემიძლია შევცვალო დაფის პოზიცია. მაგრამ control ხილაკის მეშვეობით უკვე შემიძლია ჰორიზონტის მიმართ გადავაადგილო მარცხნივ ჩემი სამუშაო დაფა. ასევე შესაძლოა ზოგჯერ მჭირდებოდეს სამუშაო დაფის მოახლოება, ანუ მისი ზომის გაზრდა, ან პირიქით შემცირება. ამაში გვეხმარება zoom ინსტრუმენტი, თუმცა ასევე ცოტა უფრო მარტივად შესაძლოა ხილაკები გამოვიყენოთ, ამისათვის განკუთვნილია alt ხილაკი და გორგოლაჭის დატრიალებით, სასურველი მიმართულებით ჩვენი დაფა ან გაიზრდება ზომაში, ან პირიქით ცოტათი დაპატარავდება. იგივე ზომების ცვლილება, ანუ მასშტაბირება შესაძლებელია control და plus ხილაკის მეშვეობით, ანუ გაიზარდა ამ შემთხვევაში სამუშაო ფურცლის ზომა და control minus ხილაკის მეშვეობით შემცირდა სამუშაო დაფის ზომა.
ასევე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო სამუშაო სივრცეზე. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენი სამუშაო სივრცე ზემოთ მენიუს ზოლით, ასევე ინსტრუმენტებით და მარცხნივ და მარჯვნივ განთავსებული ინსტრუმენტებით არის წარმოდგენილი. აი ამ ინსტრუმენტთა პანელების ცვლილება შესაძლებელია, ინახეთ მარცხნივ, ასე ვთქვათ, მაცნუმ მიმართული პატარა ისრების მეშვეობით, რომელზეც ხელის დაჭერითაც ეს კონკრეტული სამუშაო ინსტრუმენტები ერთ ზოლად განთავსდა, ხელახლა დაჭერით შეიძლება ეს ინსტრუმენტები ისევ ორ ზოლად განთავსდეს და აქაც მარჯვნივ ინსტრუმენტთა პანელსაც აქვს მსგავსი ნიშნულები, რომელზეც დაჭერითაც ეს სამუშაო პანელები შეგვიძლია ჩავკეცოთ და მხოლოდ აიქონების დონეზე დავაპატარავოთ და ასევე შესაძლოა ეს ინსტრუმენტები საერთოდაც გამოვიტანოთ და დავდოთ სადმე სხვა ადგილზე. ან შესაძლოა ეს შემთხვევით მოგვივიდეს და წაგვეშალოს კიდეც ეს სამუშაო ინსტრუმენტები. ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენი სამუშაო ინსტრუმენტები ხელახლა საკმაოდ მარტივად გამოვიძახოთ window menu-დან, აქედან გადავინაცვლოთ workspace-ში და დამატებულ მენიუში ავირჩიოთ reset essential classic. ამ შემთხვევაში ყველა დახურული სამუშაო პანელი ხელახლა ინსტრუმენტების პანელი ხელახლა აისახება ჩვენს სამუშაო სივრცეში. ასევე ჩვენი სამუშაო სივრცე მარტივად შეგვიძლია მოვირგოთ სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ამისათვის შეგვიძლია Essential Classic menu ჩამოვშალოთ და დავუშვათ Painting ავირჩიოთ და შესაბამისად უკვე ხატვისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტების პანელი აისახება მარჯვნივ. შემდეგ შეგვიძლია რა თქმა უნდა ისევ ჩვენთვის ასურველი Essential Classic-ი ავირჩიოთ და დავიბრუნოთ წინა ჯერზე არსებული ინსტრუმენტები. მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის.